ბატონო, მუსიკალური თემა გრძელდება 28 მარტს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამო გაიმართება, რაც დარჩა სათქმელი ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელზეც ცნობილი კომპოზიტორის სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით აღჟღერდება. ახლა ჩვენი ჟურნალისტი ნინა ოთარაშვილი რეპეტიციაზე იმყოფება და გვეტყვის, როგორ ემზადებიან მუსიკოსები ამ საღამოსთვის. ნინა, მოგესალმებით და გისმენთ. ემოციური საღამო. ნინა, გისმენთ. მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა თანამედროვეობის გამორჩეული კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის მუსიკა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რეპეტიციაზე, გეტყვით რომ 28 მარტს საღამოს 8 საათზე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით ის რაც დარჩა სათქმელი და გააერთიანებს ამ მართლაც რომ უკვდავი მუსიკის, ასე ვთქვათ, შემსრულებლებს, ქართველ, ასე ვთქვათ, მუსიკოსებს. მშვიდობისა, ჩვენთან ერთად იმყოფება ქალბატონი ეკა მამალაძე და შემოგთავაზა მართლაც ყველასთვის საყვარელი მუსიკა და რომ გითხრათ, როგორ ემზადებით ამ კონცერტისთვის და თქვენთვის ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ მართლაც რომ დიდ კომპოზიტორს ქართული მუსიკის ისტორიაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონცერტი და ჩვენი ხალხისთვის, რომელიც ძალიან უყვართ ეს ბატონი ვაჟა, რომელიც აი ნამდვილად პოპულარული, საყვარელი, ყველასთვის ნაცნობი ყურშია ეს და მით უმეტეს ახლა ჩემი ოჯახში დედაჩემი, რომელიც ბატონი ვაჟას გარეშე და მისი შემოქმედები, ისინი როგორები იყვნენ, როგორი მეგობრები, როგორი ერთი თანამოაზრეები, რომლებიც არ ვიცი, აი ძალიან გული მწყდება რომ არ არის ჩვენთან, მაგრამ მაინც აი იმდენად სიყვარული არის უკვე ბატონი ვაჟესი, რომ ეს ყველასთვის ვიცი რომ დიდი ამბავი და დიდი აჟიოტაჟია, როდესაც შესრულდება მისი ყველა ხიტები. ნამდვილად ქართული სცენის ვარსკვლავები იქნებიან უკვე 28 მარტს და ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება ბატონი დავით მაზანაშვილი, რომელიც გვეტყვის მის, ასე ვთქვათ, მომზადების პერიოდს და ზოგადად რა ელოდება მსმენელს. ამ ადამიანის ყველა სიმღერა არის ხიტად უკვე ქცეული და მე წარმოვიდგენია მისი ისეთი რაღაც მეორეხარისხოვანი სიმღერა. ყველა სიმღერა რაც ვაჟა აზარაშვილმა დაწერა არის უნიკალური, მაგრამ მაყურებელს ელოდება სურპრიზიც, იმიტომ რომ მუსიკოსებმა ვიცით, არაჩვეულებრივ კლასიკურ მუსიკას წერდა ეს ადამიანი. კვარტეტები, რომელიც სოფლიო საკვარტეტო ხელოვნებაშია შესული და ჩვენი არაჩვეულებრივი სახელმწიფო კვარტეტი როგორ ასრულებს. არა მარტო 6 ოპერეტა თუ არ ვცდები და რამდენი კლასიკური ნაწარმოები. არ ვიტყვი რომელს, მაგრამ ჩვენ გავაჟღერებთ ამ კლასიკურ ნაწარმოებსაც, ამით იქნება სურპრიზი. აი ხა ეკამ სწორედ თქვა და არ თქვა უბრალოდ რომ ქალბატონი ნანისთვის რამდენი სიმღერა აქვს დაწერილი ბატონ ვაჟას და სიმბოლურია და ეკამ უნდა ეს აიღო კიდევაც თავის თავზე და გააგრძელებს აი ძალიან საპასუხისგებლოს და ეს შემთხვევით არ იყო ისინი არა მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. ასევე მე ვიცი რომ ქალბატონი თამარ ქორწითელისთვისაც რამოდენიმე სიმღერა აქვს დაწერილი და ზუსტად ეს სიმღერები შესრულდება ამ კონცერტზე. და აი მაყურებელს ველოდებით და პირდებით ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესეთი განწყობა გვაქვს რომ ის იქნება თბილის საღამო. ალბათ ისეთი საღამო, როგორც ეკადრება ბატონ ვაჟა აზარაშვილს. ძალიან დიდი მადლობა და ქალბატონი ნათია აზარაშვილი იმყოფება ჩვენთან, ბატონი ვაჟას შვილი და უფრო მეც მოგვიყვება ამ კონცერტთან დაკავშირებით თქვენთვის როგორც შვილისთვის, რა ემოციებს ატარებს უკვე ეს საღამო, რომელსაც სახელწოდება აქვს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნიშანდობლივი ის რაც დარჩა სათქმელი და რა დარჩა სათქმელი აი ეს რომ გითხრათ. მოგესალმებით, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ მამას გარდაცვალების შემდეგ ესეთი პირველი დიდი
კონცერტია, გარდა იმისა, რომ მისი სიმღერების კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე 14 წელი არ გამართულა. ამიტომ ძალიან ველა ვერთის მხრივ, მაგრამ ესეთ შესანიშნავი მომღერლები და მუსიკოსები იღებენ კონცერტში მონაწილეობას, რომ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მოსული მაყურებელი ძალიან ყვაყოფილი იქნება. დიდი მადლობა ნათია, წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს ვეთქვი, რომ სულ რამდენიმე წამში დაიწყება ასევე ოთონიმსაძის რეპეტიცია, რომელიც ასევე წარსდგება კონცერტზე და შუადღემშვიდობისა, ოთო, რომ გითხრათ შენ შესთავაზებ მაყურებელს. მარტო მე არ ვიქნები, ეს საოცარი ადამიანები, დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. ბედნიერი ვარ, რომ საოცარი ადამიანის საღამოზე მიწევს სიმღერა. მას სიცოცხლეშიც ვიცნობდი და ეს დიდი ბედნიერებაც ხვდა წილად. ორი სიმღერა მექნება, სამღერი, ერთი არის ვოლოდინი, მეორე თბილისელი ქალები და ვემზადებით ესეთი გაფაციცებით, რომ ყველაფერი იყოს ძალიან კარგად. მე აღარ მოგაცდენთ და ჩვენ მაყურებელს ვეთყვი, რომ 28 მარტს საღამოს 8 საათზე გელოდებათ ვაჟა აზარაშვილის კონცერტი და მე დაგიტოვებთ მუსიკას და ერთად მოусმინოთ ამ უკვდავი კომპოზიტორის შემოქმედებას.